მადლობა ყველას დღეს რომ მოხვედით. დიანა, ასეთი გაბრაზებული რატომ ხარ? დიანა, აქ რატომ ვართ? ვარჯიში არ უნდა გქონდეს? უკვე დიდი ხანია ვარჯიშზე პრობლემები გვაქვს. მეგობრებო, ჩვენს გუნდში მერი, ნასტია, მასკოტი, იანა, ყავს მოღალატე. წარმოდგენა გაქვთ ვინ არის? მოღალატე? მოღალატე? მე მოღალატე არ ვარ. ძალიან საინტერესოა ვინ არის მოღალატე ჩვენს გუნდში. ახლა ერთადერთ მოღალატეს ვხედავთ. რა? გოგოებო, ეგ წარსულია. ხალხო, დაწყნარდით, თუ იანა ადრე იყო მოღალატე, არ ნიშნავს რომ ახლაც არის. და აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ეს მოღალატე თან ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ საშინელ რაღაცეებს აკეთებს და ჩვენზე ცუდად ისახება. დიანა, შეიძლება რაღაც ვეკითხო, რა გააკეთა მოღალატემ? რა თქმა უნდა შეგიძლია, ბაყაყებმა ჩვენზე ყველაფერი იციან, კალათბურთელებმაც ყველაფერი იციან ჩვენზე, მე ამბოხეებზე და კაფეში როდესაც ვხედავთ, ყველა ჩურჩულებს, ჩვენ გვიყურებს. მოკლედ, ამ მოღალატეს ძალიან უნდა რომ ჩვენი მეგობრობა გაანადგუროს. დიანა, დამიჯერე, არ ვარ მოღალატე, შემიძლია დავიფიცო. იანა, დაფიცება საჭირო არ არის. შენს თანდასწრებით ვერ ვსაუბრობთ. ხო, იმდენი საიდუმლო გითხარით, შენ აკეთებ ამ ყველაფერს. მოიცოდეთ გოგოებო, ახლა აქ ვინ არ არის? კნოპა! არა, კნოპა ვერ იქნება, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და დამიჯერეთ, ეს არ შეუძლია. იცით რა, მორჩა, აღარ მინდა არანაირი საიდუმლო, არ მინდა რომ მთელი სკოლა ჩემს საიდუმლოებს განიხილავდეს. არც მე არ გინდობით არავის. დიანა, იქნებ შენ ხარ მოღალატე. მე ვარ მოღალატე. ამის თქმა საერთოდ როგორ ბედავ? მე ვარ კაპიტანი და ძალიან რთული იყო ამ ჩვენი მეგობრობის ჩამოყალიბება. დიანა, რა უნდა გავაკეთოთ? არ ვიცით ვინ არის მოღალატე. თუ ჯგუფში ნდობა არ არის, მაშინ ეს ნაწილება დაიშლება. დიანა? არა, გავიგებთ ვინც არის ეს მოღალატე და ჩვენი მაყურებლები დაგვეხმარებიან, დამიჯერეთ, გავარკვევთ ყველაფერს. არა მეგობრებო, არ მგონია რომ ეს მოღალატეა, რაღაც ხუმრობა მგონია. იქნება უბრალოდ მე ამბოხეებს ჩვენთან შერიგება არ უნდათ. ხო, მართალია, მათზე ყველა ინფორმაცია გაავრცელეს. მეგობრებო, მოიცადეთ ეს რა არის? გონი ეს მე ამბოხეების მეორე საიდუმლოა. კარგი მეგობრებო, წავიკითხოთ. იმედია კნოპაზე არა. ბავშვო, ჩუმა დიანაზეა. საიდუმლო ნომერი 2. დიანა და სმაილის სკოლაში შემოიპარნენ ღამეს და ტესტის პასუხების ფურცელს ფოტო გადაუღეს. სმაილს დიანასთან ერთად მართლა გააკეთე? დიანა ასეთ საიდუმლოს არ დაწერდა. არა, ეს სიმართლეა და მათ ჯგუფში მართლა არის ვიღაც მოღალატე, რადგან ეს მარტო დიანამ და მაგისმა მეგობრებმა იცოდნენ. მეგობრებო, მე ამბოხებს უნდა დავეხმაროთ მოღალატის პოვნაში. ხო, და ისინი გვაპატიებენ და ისევ ერთად ვიქნებით. ხო, ყველაფერი ასეთი მარტივი რო იყოს, მაგრამ როგორ ვიპოვით, საიდან უნდა ვიცოდეთ? შეგვიძლია უცადოთ და ვიფიქროთ, შეიძლება საერთოდ დიანაა. კარგი, მაგრამ მტკიცებულებები გვჭირდება, ამას როგორ დავამტკიცებ? კარგი, მეგობრებო, ვივარჯიშოთ. ვარჯიშის მერე შეგვიძლია გოგოებთან მივიდეთ და ჩვენი დახმარება შევთავაზოთ. მეგობრებო, მესამე საიდუმლოზე ვერ ვიულობ, იქნებ მერიზია. ხო, რამე თუ ამ მერიზია ალბათ საშიში იქნება. კარგი, კოსტა, 2 ლატე, 2 ცხელი შოკოლადი. მადლობა, პიცა, ხურდა დაიტოვე. მადლობა, კოსტა, ძალიან კეთილი ხარ. აი, ესეც შენი დიანა და დიანას გუნდი. საწყალი დიანა, აბა ჯგუფში ვიღაც ვირთხა ყავთ. მეგობრებო, აბა შოკოლადს და ლატეს ვინ აიღებს? მე ლატე, თან ვფიქრობდი როგორ ჩააბარეს დიანამ და სმაილმა ეს ტესტი. მაგრამ როგორ, აი სკოლაში როგორ შემოვიდნენ? ადვილად დიანას სკოლა, გასაღები აქვს ყველაფრის. წარმოიდგინე ვინმე მეს მასწავლებელმა იქს ან დირექტორს რომ უთხრას. ჩვენ გავაკეთებთ მაგას. რა? მართლა? ხო, რა გვაქვს დასაკარგი, მხოლოდ მივიღებთ რაღაცას. კარგით, ამაზე აღარ ვიჩხუბებთ გოგოებო, თორემ ყველაფერი დაგვბრალდება. მერი, მასკოტ, ჩვენგან განცალკევებით რატომ სხედხართ? ერთად უნდა ვიყოთ. პიცა სტაფილოს წვენი გამიკეთე, თავს ცუდად გრძნობ. არ გინდობით, იქნებ თქვენ ხართ მოღალატეები. ეს დაინახეთ, ერთადაც კი არ სხედან. მორჩა, დაიშლებიან. ეს რა არის? დიანა, მიდი, უნდა აუხსნა. მომისმინე მერი, არ არის საჭირო რომ ყველამ დაინახოს, რომ გუნდი შეკრული აღარ ვართ და ვიღაც მოღალატე ყავს. მომისმინე დიანა, თუ ვინმე ჩემი საიდუმლო გაიტანა აქედან, ამას ვერ გავუძლებ. მერი, გასაგებია, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩემი საიდუმლოები არის გამჟღავნებული და ამაზე ვინ უნდა იდარდოს? და მასკოტ, მერისთან რატომ დაჯექი? იქნებ ერთად მუშაობთ?
არა დიანა, მე ჯგუფში ვარ, უბრალოდ არ მინდა შელაპარაკს მოусმინო, რომ მერი არ იფიქრო, რომ მე ვარ მოღალატე. აი შენი სასმელი მერი, შენ რა გინდა? წყალი, ცივი. კარგი, მომისმინეთ, მოდით ერთად ვიყოთ, სხვების დასანახად მაინც. თორემ ყველაფერი გაუარესდება აქედან, დამიჯერეთ, მართალს ვამბობ. რამდენად გაუარესდება, ჩემი საიდუმლო თუ გავიდა, სკოლის დატოვება მომიწევს სამუდამოდ. მერი, არავის არ უნდა, რომ თავის საიდუმლოებები გამოაშკარავონ. დიანა, რა გითხრა? არაფერი, სისრულელეები. დიანა, რა უნდა გავაკეთოთ? ხომ გესმის, რომ ერთმანეთს აღარ ვენდობით, ხომ ხვდები? თითქოს გუნდი აღარ ვართ. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა ჩვენში. გოგოებო, დაწყნარდით და ისე მოიკატუნეთ, თავი ვითომ არაფერი მოხდა. დარწმუნებული ვარ, თავის თავს გამოამჟღავნებს. პიცა, მილკშეიქები გაგვიკეთე. თავის თავს გამოამჟღავნებს? ძალიან მაინტერესებს ვინ არის. გასაგებია 4 მილკშეიქი, ბანანის თუ მარწყვის. მე ამბოხები მარწყვის მილკშეიქს სვამენ და ახლა მოღალატე ყავთ თქვენს იდეალურ გუნდში? ხო, ახლა თქვენზე ყველაფერი ვიცით და შემდეგს ველოდებით. ქერა, არა უშავს რო იცი, მაგრამ კაფეში რატო ყვირი ხარ? დიანა, ვიცით, შენ და სმაილმა ასე კარგად როგორ ჩააბარეთ ტესტი. და შენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? სკოლაში ჭორაობა არ არის კარგი. კოსტა, მე ამბოხებს რატომ იცავ? არა, მათ არ ვიცა, უბრალოდ ჭორაობის წინააღმდეგი ვარ და გირჩევ რომ არ ჩენი ჭორაობ. კოსტა, მინდა და ვჭორაობ, გაიგე? გაჩუმდით ყველა, გომბეშოებივით იქცევით. ჰეი, ბაყაყებს თავი დაანებე. დიმა, მეც გამაჩუმებ? კარგი, დავიღალე გოგოებო. გასაგებია, რომ ყველა მიცით, რომ ჩვენს გუნდში არის მოღალატე, მაგრამ ყველაფერი, რაც გგონიათ, რომ იცით, სიმართლე არ არის. დიანა, მე გენდობი, ვიცი, რომ შენ და სმაილი სკოლაში არ შემოიპარებოდით. საკმარისია ამ ჭორების გავრცელება. დიმა, არ მესმის დიანას იცავ? საათისფერო, ვიცი, რომ ამას არ გააკეთებდა. დიმა, დიანაზე ასეთი თავდაჯერებული ნუ იქნები. მე ამბოხებო, რა დაგემართათ, მთელი სკოლა თქვენზე საუბრობს. პიცა, შენი საქმე არ არის და ვერც გაიგებ ვერაფერს. ნასია, პიცას ნუ უყვირი, მისი რა ბრალია. უბრალოდ გავიგე, რომ გუნდში მოღალატე ყავდათ, მეტი არაფერი. იცით, ძალიან ცუდი ბედი მაქვს, საუკეთესო მეგობარი დავკარგე და ახლა ვინ არის? მე ამბოხე და ჩემი შეყვარებული რაიანი. ხო, წუხართ ამის გამო. რატომ წუხართ ჩემ გამო? ვიცი რომ გეზიზღებით, ვიცი რომ ვერ მიტანთ. და რაც უარესია, რაიანი, ჩემი შეყვარებული, ფოტო გამომიგზავნა რაიანმა, სადაც ჩემი კაბა აცვია. ეს ყველაფერი რას ნიშნავს? იქნებ რაიანი დრამის კლუბს შეუერთდა. ხო, მიცი, ჩვენც შეუერთდით. რა საუბრობთ, რა კლუბი? არაფერი არ ვთქვამს ამაზე. იქნებ შენთვის სიურპრიზის გაკეთება უნდოდა. ლეილა დრამის კლუბში წარმოდგენას ვაკეთებთ და იქ-თან თამაშობს. ამიტომაც ეცვა კაბა, გოგოებო, მეგონა რომ ვკარგავდი. გამისკდა გული. კარგი, ლეილა, ჩვენ ხომ მოგისმინეთ. ახლა შეიძლება წავიდეთ, ბიჭები კართან გველოდებიან. პროვოსტი, გოგოები უკვე 15 წუთია აქ არიან. პატრიკ, არიცი გოგოები როგორებიც არიან. ეხლა შეგნით მაგიაჟს იკეთებენ, სელფებს იღებენ, ტელეფონზე ლაპარაკობენ და მე კიდე გამოვლენ და ჩვენ გვეთქვიან, ბიჭებო, კიდე აქ ხართ? ბიჭებო, კიდევ აქ ხართ? ხო, აქ ვარ და თქვენ რას აკეთებთ ამდენი ხანი? ლეილას ტრაგედიას ვუსმენდით. პატრიკ, წარმოიდგინე, ლეილა შეშინებული იყო, იმიტომ რომ ფოტოში რაიანს კაბა ეცვა. ჯიჯი, რა? ჩვენს წარმოდგენაში უნდა ითამაშოს ექთნის როლი. ლეილა, ახლა კარგად ხარ, შეგიძლია გახვიდე და ბავშვების ცხოვრება გაანადგურო. ერთი წუთით არ მესმის, ლუზერები საპირფარეშოსთან რატომ დგახართ, რა გინდათ, მოშორდით. ერთი ამას შეხედე. სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ წუწუნებდა ცხოვრებას და ახლა ჩვენ გვიყვირის. ჯული, სხვა როცაა, შეგნით არ უნდა შეხვიდე. წამოდი, ბროასტი. გოგოებო, მითხარით, ეს ნორმალურია? მთელი სკოლა ჩვენ განგვიხილავს და ჩვენზე ჭორაობს. გოგოებო, იქნებ 1 ან 2 კვირა არ მოვიდე სკოლაში, სანამ ეს ყველაფერი ჩაწყნარდება. მერი, რა? სკოლაში არ მოხვიდე? ეგ ნიშნავს, რომ შენ ხარ მოღალატე. არა, ყველა აქ ვიქნებით, სანამ არ ვიპოვით ამ ვირთხას. გოგოებო, მესიჯი მაქვს ჩემს კარადაში. რა? ჯანდაბა. კარგი, ანუ თამაში დაიწყო. შემდეგი საიდუმლო შენი იქნება, მერი. მოიცადე დიანა, ესე იგი მერი არ არის მოღალატე. იანა, არ ვიცი მოღალატე ვინ არის, მაგრამ იცოდე რომ თავის თავი რომ არ დაიწვან, თავიან საიდუმლოებებსაც გაამჟღავნებენ. ბოდიში, მაგრამ თუ ყველამ გაიგო ჩემი საიდუმლო, ამას ვერ გავუძლებ. 2 კვირაში დავბრუნდები, იცოდეთ. 2 კვირაში. მერი, არსადაც არ წახვალ. კალად ბურთელებო. აი, ეს მჭირდებოდა ახლა ზუსტად. გოგოებო, ჩვენ ვიცით რომ პრობლემა გაქვთ და ჩვენ დახმარებას გთავაზობთ. დიანა, ჩემი აზრით მოღალატე შენ ხარ.
გოგოებო, ცოტა უცნაურად იქცევიან. კალათბურთელებო, თქვენ როგორ დაგვეხმარებით? ხო, იქნებ გვითხრათ, ვინ გაამჟღავნა მე ამბოხეების საიდუმლოები? არ ვიცით, მაგრამ ვიღაცამ ჩვენ მესიჯები მოგვაწოდა. დიანა, შენ და სმაილი სკოლაში როგორ შემოიბარეთ და ტესტის პასუხების ფურცელს ფოტო როგორ გადაუღეთ? მაქს, ეგ დაივიწყე, მგონი დახმარება შემოგთავაზეთ, არა? არ ვიცით, ერთმანეთში ვეღარ ვსაუბრობთ, ერთმანეთს აღარ ცვენდობით. მე იანა მგონია და მე შენ მგონი ხარ მერი. გოგოებო, დაწყნარდით. შეიძლება რომ დარბაზში წავიდე, ან კაფეში წვენი ავიღო. არა. გოგოებო, რატომ წავობთ? რა უნდა მოღალატეს პოვრას? მოღალატე ის იქნება, რომლის საიდუმლო ჯერ არ გამოშკარავებულა. გოგოებო, რომლის საიდუმლო არ გამოშკარავებულა ჯერ. ხოლო დიანას საიდუმლო გაამჟღავნეს. შემდეგი მე ვარ, ესე იგი მე არ ვარ მოღალატე იანა. მერი ჯერ არავის გაუმჟღავნებია საიდუმლო. სმაილ, შენი გეგმა ჩაფლავდა. იქნებ მოღალატემ თავისი საიდუმლოს გამოაშკარავა, მაშინ რა ხდება? მე ამბოხეებო, იმედია კნობაზე ეჭვი არ მიგავთ. ის ახლა სკოლაში არ არის და თან ასე არ მოიქცეოდა. ტიმურ, ყველა ადამიანი კარგია, სანამ საჭირო დრო არ მოვა. მეგობრებო, დაწყნარით, გოგოებს უნდა დავეხმაროთ, შერიგების ერთადერთი შანსი ესაა. დიანა, დაწყნარით, ჩვენ სკოლაში დავრჩებით და მოღალატეს უთვალთვალებთ. ხო, და მას აუცილებლად ვიპოვით. კალათბურთელებო, ყველა მე ამბოხე იქნება საკუთარ სახლში და ვის უნდა უყუროთ ღამე აქ? ჯერ ერთ მერე მეორეს მერე მესამეს? გოგოებო, ბოდიში, მაგრამ დახმარების გარეშე ვერ დაგტოვებთ. და დღეიდან სახლში ყოველდღე გაგაცილებთ. მე დღეს წავალ და კნოპას ვნახავ. და კნოპა რა შუაშია, სკოლაშიც არაა. ოჩახ კალათბურთელებო, კარგია, მე ხო გამოცილებ სახლში, ხამე მარტო სიარული მეშინია. კალათბურთელებო, მადლობა, მაგრამ უარი უნდა გითხრათ დახმარებაზე. ჩვენთან ერთადაც ხომ არ გინდათ ღამის გატარება? ხო, არ გჭირდება თქვენი დახმარება, მოშორდით. კარგი, მაგრამ არ დაგვიძახოთ, როცა თქვენი კიდევ ერთი საიდუმლო გამოშკარავდება. ჩვენ დახმარება შემოგთავაზეთ. მეგობრებო, სახლში არ გამაცილებთ, არ ვარ ამის წინააღმდეგი. რა თქმა უნდა, არა ბაჭია. ხო, მისმინეთ, იქნებ ყველაფერი ჩვეულებრივად გავაგრძელოთ და თავი გამოავლინონ. დიანა, რა გგონია, რომ რა მოხდება, როცა გავიგებთ ვინ არის? ნუ, სკოლიდან გავარდება და რა თქმა უნდა, გუნდიდანაც. დიანა, ახლა მოღალატე თავის თავს ნამდვილად არ გამოაშკარავებს. მასწავლებელო მაიკ, გამარჯობა, სერიოზულად უნდა ვისაუბროთ. გამარჯობა, გოგოებო, როულები ჩამობარეთ. მასწავლებელო მაიკ, მაგას არ ეხება, გავიგეთ სმაილმა და დიანამ როგორ მიიღეს მაღალი ქულა ტესტზე. თუ გეტყვით, მგონი გირჩევნიათ გადაამოწმოთ. გოგოებო, ეს საჭირო არ არის, არ მჭირდება ჭორაობები და ინტრიგები, ეს ჩემ გარეშე გააკეთეთ. მასწავლებელო მაიკ, არ გინდათ იცოდეთ ღამე ვინ შემოვიდა სკოლაში და პასუხები მოიპარა? თუ არ გაინტერესებთ, მაშინ წავალთ. რა, სკოლაში შემოიპარნენ საღამოს, კიდე მითხარით. მოკლედ, მასწავლებელო მაიკ. კარგი, ჟენია, კარები დახურე და ქერა, შენი ლაპარაკი. მასწავლებელო მაიკ, დიანამ და სმაილმა მოგპარეს პასუხები და შემდეგ ძალიან მაღალ ქულაზე ჩააბარეს ტესტი. მეც გამიკვირდა, რომ ტესტი ასე კარგად დაწერეს და თქვენის ინფორმაცია საიდან გაიგეთ. მასწავლებელო მაიკ, მე ამბოხეებს მოღალატე ჰყავთ. ხო და ერთ-ერთმა მათგანმა დანარჩენი საიდუმლოები გაამჟღავნა. კიდევ კარგი. გოგოებო, ეს ძალიან ცუდი საქციელია. მოღალატე აუცილებლად უნდა ვიპოვოთ. მასწავლებელო მაიკ, რას ამბობთ? მათ ხომ პასუხები მოიპარეს? უნდა აპატიოთ? გოგოებო, ამას მე თვითონაც მივხედავ. თქვენ წადით და გაკვეთილისთვის მოემზადეთ და როულების ჩაბარება არ დაგავიწყდეთ. კარგით, მასწავლებელო მაიკ. მაპატიეთ, გოგოებო, ბანი, მაგრამ ვერავის ვენდობით, ამიტომ თქვენი ტელეფონები უნდა ავიღო მასკოტ. იანა, არაფერი არის აქ. ნასტია, და ჩემი ტელეფონი რატო არ მენდობი? ნასტია, არ გესმის, ახლა ვერავის ვერ ვენდობით. მომეცი. მერი, ამ კვირაში სკოლაში არ ვიქნები. მაგას ვნახავთ მერი, მაგრამ თუ ვინმეს ტელეფონში რამე საეჭვოს აღმოვაჩენთ, კარგად უნდა გამოვიკვლიოთ ის ადამიანი. გამარჯობათ, მე ამბოხეებო. არ მინდა რომ შეგაწყვეტინოთ, მაგრამ ვიღაცამ თქვენი საიდუმლო დატოვა ჩემს კარადაში. გაინტერესებთ? რა? ღმერთო ჩემო, ეს აქ რას აკეთებს? აი, მოღალატისთვის მოვიდა. იანა, შენ ხარ მოღალატე. ვიზეა ეს საიდუმლო, იმედია ჩემზე არა. ჯანდაბა, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი? კარგით, საიდუმლო ჩემს კარადაში წაგიკითხავთ. საიდუმლო, ნასტია ჩრილდერმა მოიპარა დიანას სამკაული. დიანა, სად არის შენი დათვის ყელსაბამი? ნასტია, შენ მოიპარა ჩემი ყელსაბამი? არა დიანა, არასწორად გაიგე. ფართისთვის გავიკეთე და დავკარგე და მეშინოდა რომ შენთვის მეთქვა. კარგი, მგონი ჩემი საქმე აქ დამთავრებულია, აღარაფერი მესაქმება. თქვენი საკუთარი პრობლემები გაქვთ, თქვენი მეგობრობა დამთავრდა. შოკში ვარ ბავშვებო, მგონი ამ მოღალატეს მხოლოდ ჩვენი საიდუმლოების გათქმა კი არა, ჩვენი განადგურება უნდა. მე არ ვარ. დიანა, მე მართლა არ ვარ. მე არასდროს.
და მეც არ ვარ, რაში მჭირდება ეს ყველაფერი? დასაგებია, არავის უნდა რომ აღიაროს. კარგი, თქვენი დახმარება გჭირდება. დაწერეთ ვინ არის მოღალატე. ხო, და აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა თქვენი ტელეფონები უნდა შევამოწმო. I won't stop. I won't stop. I won't stop. I won't stop. No, 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 no. I won't stop. I won't stop. Yeah. I'm so handsome. All in Carmine's with my Benz, I'm so fancy. No romancing. Got my baby and she right, she make you vanish. No time to play, got book dates. Had a plan, only had to wait. Always knew I'd make a way. Send a bill, they send a pay. Keep it real, keep the record straight. Keep it real, no time to fake. All authentic in my own.